დედის დღის საჩუქარი ხანდაზმულთა სათნოების სახლ სავანეს ბენეფიციარებს. 3 მარტი მოხუცებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა სიღნაღის მერ მალხაზ ბეგიაშვილთან ერთად მიულოცა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ხანდაზმულთა სათნოების სახლი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მდებარეობს, სადაც 14 ბენეფიციარი ცხოვრობს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოვინახულეთ ქალაქ წნორის მოხუცებულთა სათნოების სახლი. მიულოცეთ ჩვენს უსაყვარლეს მოხუცებს გაზაფხულის დღესასწაულები. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ეს ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცო ყველა დედას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველი სტუმრის მოსვლა ჩვენთვის არის დიდი ზეიმი. ყოველთვის. მადლობა უფალს, რომ სტუმრები არ გვაკლია. მოდიან ჩვენთან ძალიან ბევრი ხალხი. ადამიანური მოპყრობა და ისა ჩვენ არ გვაკლია არაფერი. არც საჭმელი, არც სასმელი, არც სისუფთავე, არაფერი არ გვაკლია. ყველაფერი გვაქვს დალაგებული. მაგრამ ადამიანებთან სიახლოვე მაინც სხვა რამეა. რომ მოდიან ზეიმია ჩვენთვის. იმხელა რეაქცია აქვთ ხოლმე აი ასეთ ქველმოქმედებით პატივისცემას რომ მობდანდებიან ქველმოქმედებას აკეთებენ სიკეთით სავსე მოხუცები ყავს აი როგორც ჩვენი საკუთარი ოჯახში საკუთარი პატარები აი ისე უვლით უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ჩემო საყვარელო ხალხო ჩემო ძვირფასო სტუმრებო ძვირფასო ადამიანებო რომ გაახარეთ აი ეს ჩემი მოხუცები მობრძანდით